აბა რა ხდება? მოგეთ როგორც გითხარით, ამ ჩვენი მეგობარია ძალიან ცუდ მდგომარეობაში რა. ბიჭია ხო? კი, ბიჭია, ჩვენ ხარ. ანუ რაღაც უბედური შემთხვევა მოვიდა. დათო. როგორ ხარ? მომითხარი, არ მაქვს რა ბევრი. კარგად, დათო, შენ როგორ ხარ? მისმინე, მალე გაირკვევა ჩემი ექსტრადირების ამ. აი მე რა მაგარია. სიახლეები არის, საქმე დაიძრა, მაგრამ რო გითხრათ, კარგი ამბებია თუ მოგატყუებთ. რას ვიზამთ? ხო, გაიწელება რა ეს საქმე. ესეც საქმე ყოველთვის ხას მეტის ხო რა. თან მეორე მხარესაც სხვა ინტერესები აქვს, პირის გაყიდვა უნდა და. რა, როგორ? წამოვიყვანო ცოტა ხანი. მოვიყვანოთ აქა. ბავშვი გამოკეთდება, კარგად გახდება და თან ფეხი წავა მერე. მაგისი ფეხი არ დავინახო აქა. შენ ახალო ის ბავშვი რაღაცა ჭკუას გირევს და ცოტა ფრთხილად იყავი, გაიგე? ბაბუშე მოგემბოს, ბაბუშე მოგემბოს. მადლობან. არაფერი. კარგი, შენ როგორ ხარ? რაც არაფერი. აქვს ასეთი ხალხრავლობა? არა, ჯერ ადრეა და არ მოსულან. ძალიან კარგი, შედაცილო მაგათ. ეზა. ძალიან ნერვული მამა. რატო? აი მარტო რო. ნათიამ დაგარიგა? შეშევეთ. მეც რა ცელაპარაკებთ ხომ. ეს არ შეიძლება რომ მე წაგევინერებო ჩემთვის. რა არის ანერვულო? მამა მოგეთ. არ მოწონს სხვაგანაც ცხოვრება. რატო ძალიან კარგად ვარ? სად ჩვენი ამბით ყველაზე მეტად შენ გაიჭრით რა. სახიდან წახვედი მე ჩემთანაც რაღაცა ხო იყო. და რა მე? მოკლედ, მე გადავალ ნატოსთან და შენ გადმოდი ჩემთან. შენთან? რა იყო? გიშინია მარტო ცხოვრების? არა, რავი, არ მეშინია. არა ძალიან კარგი, მე გადავბარდები და ხვალაზე გადმოდი შენ. ხომ არა, ახლა ეგრეც არ მინდა რომ შენი სახლიდან გაგაგდო. ო, კარგი და მამია. ხო გინდოდა ცალკე ცხოვრება. უნდა იცხოვრო შენ სახლში. უთავი ხო? კი, მადლობა. დავდი ხა მეშკერო სამსახურში. არა. ამას დავაწერეთ დღეა. შენია ხო? კი, წამაგები მოეპო. მადლობა დიდი. გაიმოვა. კარგად იღო. კარგად. სალი. რავი, არაფერს, კახა იყო ახლა მოსული, არ შეგხვდა? არა, რაო? მე გადავალ ნატოსთან საცხოვრებლად და შენი ცხოვრება ჩემს სახლშია. ვარ სხვა? მაგარია. ხო, ძალიან გამიხარდა მეც. დაც გარკვევ. რავი, ხოლმე გადავალ. ხოდარჩები ხოლმე ჩემთან. აბა. აუ რაღაც ძალიან გამიხარდა. მეც. იკას ვლაპარაკე ჩამოსულს ვაპირებ. ჯერ არ ვთქვამს როდის.
ბავშვები დადო. რა ხდება? მშვიდობა. Привет, Тего, როგორ ხარ? ზაჟე? ზაჟე. მოდაჭიქი? დადო მომის მინე ხარ რაღაც გაურკვევლობაში რო არ იყო, გეტყვი რომ თეკოს დაურეკეთ ჩვენ, რომ მოსულიყო აქ. ჩეხა მომის მინე მე რა. ძალიან მაგრები ხარ სხვა. ანუ ეს მაკაცურ ამბავში ეს ყველაფერი იასნია რო გვაკლიხარ, მაგრამ საქმე ხარ, ან ხვდები რას ნიშნავს ეს? ვიცი, მაგრამ მაცადეთ რა ცოტა რა. ეს ცოტა ხანი მაცადეთ რა, არ კიდევ ასე მოხვდი ჩვენ გვერდზე დადგე ისო და იყო რა. ვიცი რომ მართლაც მეუბნება, მაგრამ ვარ შემიძლია რა ჯერ სხვა რაღაცაზე ფიქრი რა. რა სხვა რაღაც მომისმინე ერთი წამიდო. დადო მე მომისმინე ხა ერთი წამით რა. შენ გჭირდება ფსიქოლოგი. რომელთანაც გაივლი ესე ვთქვათ რეაბილიტაციას რა. ან რომ დაელაპარაკო და ცოტა გამოგიყვანოს მდგომარეობიდან. მგონი არ იქნებოდა ცუდი. შანსი არა. შანსი არა რა. არა, არ მითხდება, არ მინდა რა. მომისმინე რა. ძალიან კაი ტიპი არის ეს რა. დაგელაპარაკება, აუხსნი შენს, ანუ რა სიტუაცია იყო და რავი შეიძლება ყველანაირად რომ რაღაცა ცოტა გამოგიყვანოს რა მდგომარეობიდან რა. ანუ უკვე ტიპის ნახეთ ხო? შენ რა ჭირს რა ყველაფერზე ბრაზდები, შენთვის გეუბნებით ე. ნუ შემეცით რა. არ მინდა ეს ფსიქიატრი თუ რაღაც რა. ფსიქიატრი, არა, ფსიქოლოგი, ვაფშე სხვა თემაა, ძმაო. ვაფშე სხვა მასშტაბებია. კაი ბიჭებო, თუ არ უნდა დაანებეთ რა თავი. რა პრობლემაა? რა ძალე. просто რავი. მოი ხო არიან პიროვნებები, რომლებსაც უცხო ადამიანთან გახსნა არ შეუძლია. ხო, მაგრამ აი მე რო ყოფილი, აი შენ რო ყოფილიყავ, მომბაზგავთ, ჩვეულებრივად არ მიიღებდი ამ თემას, აი ძალიან ხნარად მოგისმენდი, ჩემს მივიღებდი. ძალიან გთხოვთ რა, აღარ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი რა. შევეშოთ საერთოდ რამ საკითხს რა. არ მინდა. მორჩეს. მე უნდა გავიდე, მუშები ვიყავთ რა სანახავი რა. მოიცადე მას მოდივარ. კარგი. დადო მომისმინე შენ თუ რამეში ჩვენი დახმარება დაგჭირდება. ჩვენ შენთან ერთად ვართ რა. ეხლა dalში უკვე შენი საქმე შენიც. თეოგარად. რა მოიფიქრეს ახლა ეს? კაი ხო ვიცი რომ ნერვიულობენ შენზე. რა ვიცი რომ ნერვიულობენ რა, მაგრამ პერსონალური ვარ შენსავით არავის არ ესმის რა ჩემი რა. შევიდეთ რატო. ვიცრეზებთ მომენტებში. უბრალოდ არ მინდა რომ ვიჩხუბოთ. მე სავიშერი რა უასრად. ბოდიში. ოი, შენი ლამაზი გოგო. როგორ ახალ ბებო გენაცვლი. ისე შენ? მე რა საკითხავი ვარ ბებიკო, შენზე ნერვიულობითა და შენზე ჯავრით. თავარია შენ იყო კარგად ბებო. ისინი სად არიან? დედა შენი გადაღმარი შვილო, დღეს იმათ 40 აქვს და ეხმარება. მამა შენიც იქ უნდა იყოს წესით. კობა? კობა ტრაქტორზე არის ხა. ვაიმე, ხაჭაპური გამოაცხო დედა შენმა ისეთი გემრიელება. მოგიდა გენაცვალე და ჭამე. არა, ბაბა, არ მინდა მადლობა. ვაიმე შვილო, შენ არაფერს არ აჭამრა. წნევა ისევ გაქვს? მე რა საკითხავი ვარ შვილო, დააბერდი. რას თავარია შენ იყო კარგად. ეხლა შენ მომიყევი ყველაფერი. როგორ ახართ? ნინო ისევე ხო არ აქცევს ის მუტრუკი გაუთვლელი ის. კი. მე დედამისი დაშვება. კარგი რა დედამთილი ერთმანეთზე უარესი ცხოველები არიან. ქალი რო შეხედავს რა ესეთი სურათია და არ ჩაერევა და არ დააშოშმინეს, მითხარი ეხლა მოსაკლავები არ არია. სუჩხუბობენ და ყვირიან. როდემდე გაუძლებ უკვე აღარ ვიცი. ვიცი ბებო, ყველაფერი ვიცი გენაცვალე. ნინო დედიკო გინდა შენ იქიდან წამოსვლა. სად უნდა წამოვიდე, აქ ძლივს მიშვებენ. რო გამოიბარო შვილო. შენ ნათელა გახსოვს? არა? უი არა, შენ საიდან გახსოვს? შენ პატარა იყავი მაშინ, იმას ქალიშვილი ყავდა შვილო.
სამეგრელოში გაათხოვა. შენა ერთ დღეში იყო. ხო და ადგა და გაიპარა თურქეთში. არ ეძებდნენ მე? ვაიმე, ეძებდნენ, მაგრამ სანამ ეძებდნენ, არ გამოუჩნდა და მე ხა თელი ცხოვრება ხო არ დაიწყებდნენ იმის ძებნას. ეხლა ისე კარგად არის, ყველას ეხმარება. ნათელა ყველაფერს მოახერხებს ამას და მე რაც ამაქვს ფული მივცემ და თუ არ ეყოფა, ხო არ დაგვახშობს კაცო. დაგვაცდის. მე შენი მუშაები გამოუგზავნი. არ ვიცი, ბაბო, არ მინდა თურქეთში. იყავიებ მან და მოაკლებინე თავი ამით. იქნება მოიფიქრო. ისე რომ არ დაუგვიანდეს. ჰა? არ ვიცი, ვიფიქრებ. რა ხდება, რატო გიხარ? ეზოში იჭხობა. რა მოხდა? ბურთი არ ეთხოვეთ ბავშვები. საბა, როგორ შეიძლება ჩხუბი? კარგად თამაშობდნენ. მე უცებ აკამათდნენ. ბავშვებმა ბურთი წაართვეს და ესეც ატკდა. და ამას თავისი ბურთი ხო აქვს? ხო, ლევან, მაგრამ მაინც ესეთი უნდა, რაღაც მანქანები ახატიაო ზედო. საბა, შენ ხო სულ მეუბნები როგორი სათამაშოები გინდა და მე ხო ყიდულობ რა. ხო და წავიდეთ და ვიყიდოთ მე, დაწყნარდი ახლა რა, საბა. საბა, შენ ხო კარგი ბიჭი ხარ, გთხოვ, დაწყნარდი. საბა, არ შეიძლება ბურთის გულისთვის ამდენი ტირილი. მე ის ბურთი მინდოდა. და როგორი იყო, როგორი? მანქანის მანქანები რო ეხატა. ხო და დღესვე წავიდეთ და ვიყიდოთ რა. დაწყნარდი ახლა, კაი? კარგი. თან ხვალ თავრიკო ბებო ჩამოდის. ოი, საბა. თავრიკო ბებო. შენ ხო ძალიან გიყვარს ბებო. დამშვიდდი ახლა. არ გიხარია? კი. ხოლმე რაღაცებს ჩამოგიტანს კამფეტებს და შენ რო გიყვარს რაღაცებს. დამანქანებს. დამანქანებს. მიდი ახლა ხელები დაიბანე და ვისადებოთ, ხო? ბურთს ხომ იყიდი? თუ კარგად ისადილებ გიყიდი. შევჭამ. კაი, მიდი. ხო და რა მოხდა რა? მე იმდენი იტირა გული დამეწვა ლევან რა და დაგერეკა ჩამოვიდოდი. მე არ ვიცოდი შენ თუ სახლში იყავი. მე უთხარი წამოდი საბა გიყიდი მეთქი, მაგრამ არ წამოყვა. და ეს ხშირად ხდება ხოლმე? არა, ნუ ეხლა ძირითადად უკონფლიქტო ბავშვია, მაგრამ თვითონ ისინი არ ეთამაშებიან. მე მეგონა რომ მეგობრობდა ბავშვებთან. კი, ისინი მისი თანატოლები ვინც არიან, ისინი ემეგობრებიან, მაგრამ დიდ ბავშვებთან. აბა მე მიყვება ხოლმე ანდრიაზე, ვიტოზე ვიღაც ბავშვებს. ბატონო, აი ესენი არიან, ვინც მისი თანატოლები არიან და იმათთან ერთად თამაშობს. ძალიან ცუდი. ყველაფერს შევჭამ. აბა ვნახოთ. შეჭამ? კი. კაია, მომშიერო დინოზავრო, მოდი დაჭირე. დაჭირე. რავი ნახე ამანო რა. მე რა. არაფერი რო ეგრეთ ვიცოდი რა. ხო, რატო? ანუ ეგრე არიანო რა მაგ მდგომარეობაში ვითომ არ უნდა თუ დაეხმარო. ანუ მარტო დატო არა ეს, ხო? არა, მარტო დატო ვინც ეგრეაო, ყველა ეგრე ანუ ეგრე გზნობს თავსო რა. და რა ხინით? ჩკარჩე ანუ დეპრესიიდან გამოსვლის რამოდენიმე გზები ეხა გვაქო რა. მაგრამ კაჩ აზე მოსულიყო ჩანს და პირდაპირ მითხრა რომ საქმეში ჩართეთო რა. ხო, მაგრამ არ გამოდის არაფერი და როგორ. ხო, რამენაირად უნდა აგრძნობინოო, რომ ტიპი არის მნიშვნელოვანიო თქვენთვისაც და საქმესთვისაც რა და ნუ გადაავიწყდებაო რამენაირადო რა. და რა ვხმართ ახლა ჩვენც ესე მოვიქცეთ? ხო, რა უნდა ვქნათ? სხვა რა ვიცი. ეგრე ვქნათ რა ეტაპში. ნაშჩალით. ნუ ხელი მაქვს მოსაწერი რაღაცეებს. ბიჭო, იმ დღესაც მინდოდა რა მეთქვა რა და მომისმინე ერთს რა კარგად რა. კაჩ ანუ აი ამ თვეში ხა ჩვენ. მთლიანი თვის განმავლობაში გვაქვს 3000 ლარზე მეტი დახარჯული ზეთის გამოცვლაში. ანუ ორჯერ მეტს ვიხდით რა, წარმოიდგინე, ხო? ხო ეგრე გამოდის. ანუ ჩვენ რო გავაკეთოთ იგივე, ანუ ანალოგიური სერვის ცენტრი და ჩვენივე ტექნიკას მომემსახუროთ ნახევარფასში და მე პახუდი დავითროთ კიდე სხვა კომპანიებს. როგორი აზრია? ნუ ძალიან კაი აზრია. ხო რა, რაღაც სხვას უხადოთ ფული, ისო ჩვენ დაგუჩას რა. და ხარჯები დათვლილი, გა? ბიჭო, ანუ ეგრე არ მაქვს დათვლილი, მაგრამ დავითვლი და გრუბად გეტყვი რა.
აი მაშინ შენ გაარკვი ეს დეტალები რა და მე დავალაპარაკები რამაზას. ხო რა უეჭველი დაილაპარაკე რა ძალიან მაგარია რა. ცოტა იაცრი. Привет. ვა, რეალ ხარ? კარგი, ჩერა გახარ. კარგი. გიამზად ხარ? უკვე? კარგი რა უკვე 15 წუთში გახსნა იწყება. თან არ მინდა რომ დავაგვიანოთ. ხოდი ხო ზამო შეხვედრა. რუსუდანს რა სეტყვი? რუსუდან. რა ხდება? არაფერი რაღაცა კაფის გახსნა არის და რუსუდანმა დაგპატიჟო. მე კიდე შეხვედრა მაქვს მუშებთან. ხო რა დავწადი მე ჩავა მუშებთან შეჭი. აი ეხავს რა გონდია თხოვეს შემხვდიო. რაღაცა გრაფიკები ვერ დაადგინეს. აუ წადი რა ჩავალ და მოვაყამარე ყველაფერს. წადი რა გინდაში. ო, წამო. წადი აი მაშინ მიდი და დამირეკე თუ რაღაც. მიდი რა წადი და დაგირეკა ბაბარას. დავიდი. მადლობა ზუკა. კაი. კარგი. აი ჯოები და დარეკე თუ. არ მინდა რომ თქვით. მე მაგრამ წავიდე. გონია რომ არ დაბრუნდები. მეც და დაუბრუნდი. Stop. მომიტანე ის რაც გთხოვე. გუჩვათ მე ხო მითხართ რომ ესე დადაკი. ერთი წუთით. ეხლავე. თან გადაღებები დამთავრებულია, ჩიკები. სწრაფად. ოპა. აი ესე. ოპა. დაისხით. ყველა. აუ მე. მოკლედ. ჩემო კარგებო. დღეს იყო გადაღებების ბოლო დღე. Perfect. მინდა გითხრათ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ. მართლა საუკეთესოები ხართ. როდესაც საქმე ვდიოდი ფილმის გადასაღებად, ჩემო მეგობარმა მითხრა. მან დრო მიდიხარ, მან ყველანი უპასუხისმგებლოები არიან, ეზარებათ, აგვიანებენ. მე ვიცოდი რომ ჩემს ქვეყანაში ეს ესე ნამდვილად არ არის და ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა ყველას. ილოცავთ გადაღებების დასრულებას. საღამოს ვიკრიბებით ყველა ერთად. არ დავაგიანოთ. ყველანი წავედით. ალათები ჩამოთვით. კი, აბა. ეგრევე თუ? მაგარი გამოვაი, ძალიან მაგარი. არა. რატო? მე შემოვიდე. და საქმე მაქვს და მე რა შემოვიდა. რა საქმე? ოგო, რა მნიშვნელობა აქვს რა საქმე? აი. ვაკო, რა მაგარი იყავი ბოლოს სცენაში. მადლობა. სულ 3 დუბლი ჩაწერეს და ის 3-ვე ძალიან მაგარია. მადლობა დიდი. გილოცა. გადმოიტანე. კი. მოდი ხარ? აუცილებლად. ჩვენ მანქანაში ადრე და ერთად წავიდეთ, კაი? კიდე გეთხოვ გილოცა, მოკვე ძალიან დავთვერი. მაგარი იყო ძალიან. პროგრამის. შენ მაგას არ შეგარჩენ, ვიცო, ვიცოს მე მაგარაზე შენ მიგეკითხება, ვერ გაგო. მიგეკითხება, ნუ რა არის, რა პონტია ეხა ეს? რა ხდება ამის? რა ხდება? მომის. ერთმა ილაპარაკე, შეიძლება? რა ხდება და მე წავედი ორი პრობლემები და უფრო მეტი შეჩერდა. მოიცადე რა. შენი ლაპარაკე. ბატონო ზურა, ის აი მოიცადე, შენი ლაპარაკე რა. ვახოი იყო სოფელში წასული. ვერაბია მეც მინდა ერთი წამი რა. შენ ხო ამით უფროსი ხარ? ი ბატონო, რა ქვია მითხარი? ჯიმი, მომიყევი ხარ რა ხდება რა? საგაყენებ საქმის ყურში, ეხლა რაც ხდება? ეს კაცი იყო 2 დღის წასული სოფელში. ვახოი? ხო. ამან იმუშავა ამ კაცის მაგივრად. მერაბია. ხო. ეხა უნდა დაბადების დღეში ვიყავი ბატონო ზურა. ერთი წუთი დამაცადე. ხო. ეხა უნდა რომ ამან 2 დღის აინაზღაუროს
ნამუშევარი რომ ერთნაირად აიღონ ხელფასი და ამაზე მოხდა ეს გაურკვეველი. აი, ვახოიემ მერაბიემ იმუშავა 2 დღე ამ კაცის მაგივრად. კი, ბატონო ზურა. ეხლა ეს კაცი ითხოვს რომ ანაზღაუროს ეს ამბავი, ხო? კი, ბატონო. ეხლა მომისმინეთ როგორ მოვყომარდებით რა. ამ თვეში ორივე აიღებთ ერთნაირ ხელფასს. მომავალ თვეში შენ ვახოიე, ხო? ვახოიე იმუშავებ მერაბიეს მაგივრად 2 დღეს და მომავალ თვეშიც აიღებთ ერთნაირ ხელფასს. მოყომარდა? შენიერი. просто მე კიდე რას ვფიქრობ, იცით ძმებო? როგორც მე ვფიქრობ, ჩვენ ვართ მე მგონი ერთი კამანდა, ხო? რა თქმა უნდა, ეგრე. ვაიწყებთ ერთ საქმეს, ვამთავრებთ ბოლომდე მიყვავს, ხო? ხო და მოდი ეს წყნარებს ვიდათ ლამაზად ვაკეთოთ ეს ჩვენი საქმე რა. მოსულა, ჩარტი ძმაო. ჯიმი, გეხვეწები, მიხედი ამ საქმეს რა. კი, ბატონო ზურა. ბატონო ზურა. ვინოს ოდები სოფიიდან? ჯიგარი ხარ, ბაზარი არა, როცა გინდა მაშინ ჩაუვждეთ, იცით სადაც ვივარ ძმაო და როცა გინდათ მაშინ ხნათ ეგაბა. დავაი, მაგრა. არა, მაგარი კაცია. მაგარი კაცი კი არა, მართლა მაგარი კაცია. მოიცა იქნებ არ მინდა იქ ბიჭო, ეხლა ვერ გავიგებ, ისე ხელახლა ისე დავიდალე და მინდოდა დარეკვა, მაგრამ ეხლა გამოდის მაგრენშტოის ახალი ფილმი. ხო? ხო, შანსი არაა რომ არ იცოდე. არ ვიცი. მაშინ წავიდეთ. კინოში? წავიდეთ. წავიდეთ, ხო? წავიდეთ. ოღონდ მანამდე წინა ფილმებიც ვნახოთ. ჯერ არსად არ გადის, ამიტომ შეგვიძლია პატარა კინოთეატრი ვიქცე რა. კი. ისე მაგრა თამაშობდი, აი იმენა ის ხმოიცა რა გირქვა? გაბრიელი. ხო სვამ. ხო და შენ გაგიმარჯოს და მე მაშოთ. თომას გაფიცებ, ჩემ საკიობი არ ახარ, ხო? არა, თმაო, არა. მაგრაც ხავ რა. ერთი წუთი რა. ძალიან მოგო. ვინა? რა ვიცი რა მაგარი კაცია რა. ხო ძალიან. აუჩი. მინდოდა დარეკვა. ვა, ეხლა ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თავი გადაღებაზე მგონი არის. მოკლედ, მეგობრებო, აქ არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ცალკე გამოყოფას. ნუ პრინციპში თქვენ ყველანი, ვინც ამ ფილმს ემსახურებით, ცალკე აღნიშნვის ღირსნი ხართ. ვისაც ამ ფილმის შექმნაში და არაკეთებაში, როგორც ამბობენ ხოლმე. ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადაუხადო. იმიტომ რომ ეს არის საქმე და არა ხელობა და ასე შემდეგ რა. ოპერატორებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, მსახიობს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, მემონტაჟერებს მინდა გადაუხადო, მხატვრებს, მოკლედ ყველას, ვინც ერთი პატარა ჭხირი შეიტანა ამ როგორც ვთქვა ესე ფილმის შექმნაში. ეს მინდოდა მეთქვა და ეხლა ყველაზე მთავარი რა, იმ ადამიანზე მინდა გადავიდე. ალექს, შენზე მაქვს საუბარი. გაგიმარჯოს. რა ვიცი, შენ რომ არა, ეს დღე ხო არ იარსებებდა. ვიწევდა იმაზე ფიქრო, ბიჭო, არ იქა გადაღებაზე დამაგვენდა ჩარა, გავიქეც გამ. მოკლედ რა, ავიტაცოთ ახლა ეს საზოგადო. ალექს, შენ გაგიმარჯოს. ალექსას გაუმარჯოს. აი. თორ მომძე. რა მომდა? არა მოგწევ, სადი. შენ ნორმალური ხარ? ანორმალური გეთქვა, წამოვიყვან სათხარ. საქმე მქონდა მეთქი ვერ გაიგე? გაიგალე? ძალიან. 1 საათიც და წავალთ მალე. აურე ვიტან რა. აი ესე რო ზიხარ ტყუილად და ელოდები. რა სიზა. რა წავალთ, ლობიანი გავიყოლოთ რა, ძალიან მომინდა. შენ იყიდე, იმიტომ რომ მე ჯერ სახში არ მოვდივარ, ხო? რაზომ უნდა გამომიეროს, რაღაც პატარა საქმეზე მივდივართ. რა გინდა? თამთხო გზაში სუპერმარკეტში შემატარებს, რამე გემრიელ პროდუქტებს ვიყიდი და კარგი სალათი გავაკეთოთ. მე რა ბედნიერება. აბა მე მივალ სახლში და მარტო უნდა გავაკეთო სადილი. მე ყველას ესე არ უმართლებს რა. ზაზა. ხო ზაზა. კარგი გამოვდივარ. კარგი. გავიქეცი მე. კარგი. კარგად. მისმინე. ისინი სერიოზულად არიან ხო რაღაც? ხო, აბა.
არა, რატო გეკითხები, იცი? რაღაცა ძალიან ხშირად გადის ხოლმე ეს და ძალიან აგვიანებს და ვიფიქრე მარტო ხარ გადადიან საცხოვრებლად. არა, რა გადადიან. აბა რაზე დადის, ახლა ვერ გავიგე. აქეთ იქით. კაი კეტყვი. მოკლედ, ზაზა ხსნის სალონს. რას ლაპარაკო? ფართიც ნახეს და ხა რაღაცების აღება დადიან ერთად. და ელინიც გადადის? ვაიმე, რა კითხვა ხა შენი შეყვარებული სალონს რო გიხსნიდეს, არ გადახვიდოდი? ნუ, გადავიდოდი ხო რა ვიცი. ისე ელენეს საღოლ რა, მაგარი ბიჭი დაუთრევია. ძალიან. რა მოგისმინო, ხა შენ მომისმინე ჯობია რა. რამდენჯერ ვილაპარაკეთ ამ თემაზე, ჩვენ შორის არაფერი არ ხდება. თუ გგონია რომ მომწონს, აი ძალიან შემცდა ხალხო რა. თუ მოგწონ ვარ კიდე მე ძალიან ფეხზე მკიდია რა. შეყვარებულების როლს რატო ვთამაშობთ, ვერ გავიგე, მადგები მაკონტროლებ კუჩში დამდა, აღარ შემიძლია, გაიგე? შეიგნე რა. და შემეშვი. რას გიყურებ? რას მიყურებ? რა არ მოგწონს? რას მიყურებ? არაფერი. მაშინ მიდი და ტუფლი გამხადე. და შენ თვითონ ვერ გაიხდი? მოიცა, შენ რატო მოგიყვანე ცოლად, ა? და მონა რომ მოგიყვანა არა? მონა ხარ, არა ხარ. მონა. Ташки мои зараз, чери ташки просто ташки. Ташки como. Сандро. Муха. Კარგია. დოდომ დამავალა რაღაცა და მაგიტო დამოგვიყვანა. აი, არა. შევკეთავთ მას? ასმინდა. აუ, არ ვიცი. რა ყავასწავლებ. მე ისევ ერთი ღვინო მომი თუ შეიძლება. რაც დაღლილი. ხო, დღეს რაღაც უამრავი საქმე მქონდა და გაშვებით. შეეჭვეცათ. ცრიანი ნელავეჩვევით. ჯერ ბევრი არაფერი არ მიყიდია თათა დარბის მოკლედ ამ საყიდლებზე და ცოტა პრეტენზიულია. მართლა. თან მე მგონი პროფესიას აირჩია ინტერიერის დიზაინერობა უნდა ისე გაერთო ამ ხო, ეგ საინტერესო საქმეა. და მეც მიხარია რომ ყურადღება გადაიტანა. მეც რაღაც უეგეთი მინდა და. მე ხა ვარ ოფის მენეჯერი. მოკა. გამარჯობა. რა ქენი, როგორ დაისანა? მე აი ფანტასტიკური და საერთოდ ვერ ხვდები აქ რა მინდა. ესე იგი კმაყოფილი. ძალიან. სამსახურში გამოდიხარ. გოგო ხვალდო და მომაყარა უკვე საქმეები. აი, მაშ მე ჩაუჭორავ. მოდი გაკოცო. ავედი, კარგად სანდრო. ნახონ. იტალიაში იყო შვებულება ქონდა. იტალია მაგარი ქვეყანაა. არ ხან ამყოფი? მე არა. მოკლედ რატო დაგიბარა? კიდე სახლი მინდა ვიყიდო. მართლა? ხო. ოღონდ რამე პატარა ესეთი, რამე კომპაქტური პატარა სახლი. სანდრა ხუმრობ. არა, არ ხუმრობ, მართლა, ოღონდ ამაზე მე ვისაუბროთ მოვალ ოფისში. კარგი. საერთოდ პირდაპირ მყავს რაღაცების თქმა და უხეშობაში არ ჩამომართვა. აბა გისმენ?
მოკლედ მომწონს ხარ. მოულოდნელი იყო, ხო? ძალიან. არა, მართლა ძალიან მოულოდნელი. არ ვიცი რა გიპასო. არა, მესმის და. შენ რა ვფიქრობ? შენზე? კარგი ადამიანი ხარ. საინტერესო. და მოკლედ მაგაზე მინდა დაგელაპარაკო რა. აბა, გისმენ. მომწონს. მოკლედ არ ვიცი ხა რამდენად გეუბნებოდა მე შენ ამას, მაგრამ მაგას ქმარი ყავს. ელენე სადა? არ არის, ალბათ სალონის საქმეებზეა გასული. მე როაფერი არ დამევალებია. ამ სალონის არა. აბა რა სალონის? აი ზაზა და ელენე რო ხსნიან სალონს. ბაია. ეხლა ისეთი რამე მოხდა არ დამეჯერე. ხო მშვიდობა. ბაბო, მოვიფიქრე. მართლა ავდგები და წავალ მე გავიპარები.